გილოში არის დაახლოებით 30 ეკლესია მონასტერი, რომელიც ატარებს წმინდა გიორგის სახელობის. Ну კი, თუმცა ყველაფერს რო შევხედოთ სხვა თვალით, ამდენი ეკლესია მონასტერი, მე ვახსენე 30 ეკლესია მონასტერი მარტო წმინდა გიორგის სახელობის. ეს ყველაფერი არის დანგრეული დღეს და არის განადგურებული, მაგრამ რეალურად რომ გადავხედოთ, ეს ხომ დღევანდელმა დროებამ არ მოიტანა, არამედ ეს ყველაფერი არის დაწყებული ძალიან ადრე. მე მაინტერესებს როგორც შენ ისტორიკოსი, მე მინდა ისტორიული რაკურსით შევხედოთ ჩვენ ყველაფერს ამას და როდის გქონდა ყველაფერს ამას დასაბამი და სათავე აღებული. საინგილოს როგორც გრევა ძალიან ძველად დაიწყო, ეს იყო მე-17 საუკუნე, როდესაც 1604 წელს შაჰ აბასმა ვახვახიშვილი დანიშნა საინგილოს სულთნად და რომელიც იყო მისი მარიონეტი და ასრულებდა მხოლოდ მისგან დავალებულ საქმეებს. ეს გაგრძელდა ძალიან დიდხანს და უკვე 1940 წელს საინგილოს დაესვა საბოლოოდ წერტილი. საინგილო აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში 1921 წლის 5 ივლისს მოექცა. თუმცა მის გამოდავა გაცილებით ადრე დაიწყო. ზაქათალის ოლქის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად იშვა. აზერბაიჯანთან პოლიტიკურ-ტერიტორიული გამიჯვნა ნოე ჟორდანიას მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი იყო. რეგიონის ძირძველი ქართული მოსახლეობა დედასამშობლოსთან დარჩენას ითხოვდა. ჩამოსახლებული ლეკები და თათრები კი აზერბაიჯანისა და თურქეთისაკენ მიუძღვოდნენ. 1919 წლის მარტსა და 1920 წლის aprilში საქართველოს აზერბაიჯანის წარმომადგენელთა კონფერენციები გაიმართა და პრობლემების გადაჭრის გარკვეული გზებით დაისახა. მაგრამ სანამ თბილისში დელეგაციები საზღვრების საკითხს განიხილავდნენ, საბჭოთა რუსეთის აგრესიის შედეგად ბაქოში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხო. გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანელმა ბოლშევიკებმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საუბრის ტონი კარდინალურად შეცვალეს. მათ ულტიმატუმის ფორმით რეგიონის აზერბაიჯანისათვის გადაცემა მოითხოვეს. დავას მალე შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა. $1920 წლის 1 მარტს საბჭოთა აზერბაიჯანის ჯარებმა უძლიერესი შეიარაღებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახეს და დაბალ გოდეხთან ქართული სასაზღვრო რაზმი გაანადგურეს. საბჭოთა აზერბაიჯანს ზურგს რუსეთი უმაგრებდა. თუმცა ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა წითელი აგრესიის დამარცხება ადვილად მოახერხეს. 22 მაისს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დროებითი ზავი დაიდო. ვითარება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მთლიანად შეიცვალა. ქართველი კომუნისტები მოსკოვის მითითებით ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ. უნიკალურ დოკუმენტს, რომელიც ფართო საზოგადოებისათვის პირველად ქვეყნდება, შიგა საზღვრების რეგულირების დადგენილება ეწოდება. მას ერთის მხრივ საქართველოს რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე, მეორეს მხრივ კი აზერბაიჯანელი კომუნისტების ხელმძღვანელი ნარიმან ნარიმანოვი აწერენ ხელს. დადგენილების მეოთხე პუნქტში ნათქვამია. საქართველოს ССР უარს ამბობს ყოველგვარ პრეტენზიაზე ზაქათალის ოლქის მიმართ, რაზეც საქართველოს რევკომი გამოსცემს შესაბამის დეკლარაციას. ამდენად ქართველი ბოლშევიკების წყალობით საქართველოს თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ზაქათალის ოლქის გადაცემით კი აზერბაიჯანმა 3993 კვადრატული კილომეტრი მიიღო. საზღვარს მიღმა კი უამრავი ქართული ისტორიული ძეგლი და 17000-ზე მეტი თანამემამულე დარჩა. ძალიან სამწუხარო არის ეს ფაქტი, რომ დღესდღეობით ჩვენ